დიდი მადლობა და ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი ადამიანი რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტ ქართველს იცნობს ვიდრე საქართველოში უნიჭიერესი ზუმბა ზაზა კორინთელი გთხოვთ მოკლედ რითი მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. დიდი ხანი არ ყოფილ ხარ რა ჩემთან სტუმრად მოკლედ და რა მაინტერესებს იცი? რამე ახალ საგანზე დაკვრა. ხო, შეიცვალა და უკაცრავად ცოტა ბრონხიტი დამიტოვა ვირუსმა. ახალ საგანზე დაკვრა ხო არ გისწავლია. იმიტომ ბოლოს რო იყავი ჩემთან სტუმრად მე მახსოვს რომ რაღაც 200 გატეხე, მე გუფის ქუდზე უკრავდი, გუფი გახსოვს ხო? გავტეხე რა არ გივარგოდათ თიხა და ეტყობაში როშის გამომწვარი. ანუ ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია. კაი. რა ისწავლე? ცეცხლის ბრალია. ცეცხლის ბრალი. გამოსაწვავია. რა ვისწავლე და უსაგნოდ დაკვრა. ანუ აი არ მჭირდება, არაფერი საგანი არ მჭირდება. და ისე შევიწყო. მაგალითად. ნუ ახლა ძნელია მას შექმნა უნდა სიტუაცია. შექმენი მე. და მაყურებელი შენ ხარ ხო ამ დროს? მე და რა ვიცი გიყურებს მთელი საქართველო. რა თქმა უნდა. დღეს მე მთელი საქართველო. არ გეშინია? არანაირი. რა ფორმით იყოს? ჩქარი იყოს, ნელი იყოს? მედლენი. ჩქარი? არა, ეს რა არის ის რომ გამორთო. ხმარო გამორთო ხო ეგრჩება. კი, ეგრჩება. ო და ეგ არის მუსიკა ამ დროს. ანუ ეს არის ეს თუ არა აქვს მუსიკა, მუსიკა არ არის. კი ბატონო, გეთანხმები. არა, ეგრე არა. ახლა მითხარი art games რო არ შევეხოთ, შანსი არ გვაქვს. ფესტივალს რაც შეეხება 12 წლის ხდება. ხო და 12 წელი ახლა პატარა ამბავი არ არის. რეგიონალური გასვლები იქნება. ისევ. ოღონდ რამდენი და რამდენით მეტი არ ვიცი, ეს დამოკიდებულია პარტნიორებზე და სპონსორებზე კიდე. ფესტივალი ყოველთვის ამოუწურავი ქვევრია, ხო იცით როგორც არის და ყოველთვის ღია არის ნებისმიერი კარგი პარტნიორისთვის, ვისაც უყვარს თავისი კულტურა და ვისაც შეუძლია ქართული ფული ჩადოს ქართულ საქმეში. ხო, როგორი რეკლამა იყო ეს? ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. მე მიყვირს რომ რატო არ ინგრევა დარბაზი აპლოდისმენტებით, მაგრამ აი ისევ მაგდა. რა შეეხება თბილისის ნაწილს? თბილისის ნაწილი აუცილებლად იქნება ტრადიციულად ივლისში. თუ სწორად მახსოვს, თარიღები არის სადღაც 17-დან 26 ივლისამდე. შეიძლება ესეც მოემატოს. ივლისი, ლ. კი ბატონო. მოკლედ საქართველოში ქართველებზე გვსვენია ბევრი რამე და ასე თუ ისე ვიცით. თუმცა ქართველი ისეთი ფენომენია, რომ ყოველთვის ახალს ამოაგდებს რაღაცას. ფარგლებს გარეთ ქართველებს შენ უფრო იცნობ. და იქ რა ხდება? ყველაზე კარგი საქართველო, რაც მე ამ მოგზაურობების დროს ვნახე, ალბათ ყველასათვის ტომოში არის კარგები და ყველგან არიან ცუდებიც, მაგრამ ერთად შეკრული, აი, ასაკით, გამოცდილებით, სხვადასხვა დროს ჩასული ემიგრანტებს რო არ ეძახიან თან თავის თავს, ყველას თავის საქმე აქვს. სტუდენტები არიან თუ უკვე პროფესორები თუ ასე შემდეგ. ესეთი ერთად თავმოყრილი ვნახე მიუნხენში. გიორგობა დღეს. თავის ასე ვთქვათ გერმანელ მეგობრებთან ერთად მოვიდნენ, იმიტომ რომ ეს საღამო იყო მათი ორგანიზებული. და რაღაცნაირად ვითრევთ ხოლმე ფეხს, იმიტომ რომ საკუთარი თანამოქალაქის მაინც ბოლომდე ნდობა არ მაქვს, ვიცი რომ გამოუცდელობის თუ რაღაც სხვა რაღაცის გამო შეიძლება ისეთი რაღაცა შეეშალოს, რომ ეს თავარი საქმე გაფუჭდეს. ამიტომ რომელ ქვეყანაში ჩავდივართ ხოლმე, იქაურ პარტნიორებს ვირჩევთ და პირდაპირ ურთიერთობა გვაქვს და მე იქ ეს ჩვენივე ქართველები მოდიან ხოლმე სტუმრად, როცა გაიგებენ, რომ ჩვენი კონცერტია. რაც შეეხება აუგ მხარეებს, ძალიან გული მტკივა და შევხვედრივა, რა თქმა უნდა, მე მივხვდი შენ საითკენაც მიბიძგე. მე არ გიბიძგე. ეს კითხვა საითკენაც მე შეკითხვა დავსვი. მხოლოდ. მხოლოდ. მაგრამ გეტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი რამ გვინახავს, მაგალითად გვინახავს ქართულად გამოკრული ნაპატიეთ ამას რო ხმამაღლა ვამბობ, ესეთი დიდი განცხადება
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიპარავთ ევროპის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, მაგალითად, სავაჭრო ცენტრში. პრაღაში მაგალითად ქართულ ენაზე დაწერილი ხრუსტალის ვაზები, აი ესეთი რეკლამაც იყო პრაღაში. ნუ მოიპარავთ ხო ჯობია? ნუ მოიპარავთ ჯობია, ხო, რა თქმა უნდა ჯობია. შევხვედრიან ასევე ეგრეთ წოდებული კაი ბიჭებიც ძმაო, რომლებიც იქიდან 7-8 ოჯახს არჩენიან, ჩემი დედას ფიცა ვარ და ესეთებიც ყოფილან. ნუ რა ვიცი, ესეთებიც ყოფილან, რომ ზუმბა არ გვიშვებენ კონცერტზე რა. არა და კონცერტი რო არ ღირს ძვირი რაღაცა $10 ღირს თუ რაღაცა. ნუ რა ვქნა ხა სირცხვილია, შემოუშვით დაუძახე, ხა საქართველოში დაუძახებ შემოუშვით, მაგრამ ევროპაში ვერ გადიხარ თან უკვე მიესალმე ხალხს, უკვე ჩაქრაშუქი იმენაზე მიესალმე სადაც ხარ, დახუჭე თვალები, წავიდა დაკვრა და ზუმბა არ გვიშვებენ. აიმე ეგეთი სიკვდილი არ განმიცდია არსად და ღმერთმა არავის არ განაცხადა. სტუდენტები და პროფესორები ჯობია. სხვათა შორის და მე კი ბატონო, რა ვქნაო პროდიუსერმა და რა უნდა ქნა, მე ვთქვა, როგორ გაჩერდნენ და შემოუშვი და მე გადავიხდი, ხო, როგორც არის. მე ბიჭო, მადლობის მაგივრად ეს რომ ჩვენო მაგის $10 კი არ გვიჭირსო ძმაო, შენთან ყოფნა გვინდოდაო, ხო და სირცხვილია რა ერთი 800 კაცი ესწრება თან და ნუ ესენი რო არ ვილაპარაკო არ შეიძლება რა. ამ დროს ისეთი ქართველებიც მინახია, ვინც საკუთარი სახლიდან წასულა, ვიცი რომ თვითონაც ხირი ცხოვრობს და ეს 5-6 კაცი შეუფარები ვართ, ერთი კვირა ყოფილვართ იქ რომ არ გქონია ეს რა ქვია, დასარჩენი ადგილი. ასე რომ ყველაფერი არსებობს, ეს ქართული სინდრომი არ არის მხოლოდ, უბრალოდ ქართულზე გული მტკივა, იმიტომ რომ უკეთესი მინდა ის. თამაში მაქვს გამოუშვი. ქართულ სიმღერებზე. მიდი. ძალიან მიყვარს ეს თამაში. ერთგვარი ოღონდ ესტრადა არ გამაკაროდა, ქართულ სიმღერაზე ვისაუბროთ. ქართული არა, ყველანაირი სიმღერა შეიძლება იყოს, მაგრამ აქ არის საუბარი რაზე? აბა. ნამიოკობანა, ეგრეთ წოდებული, ჩვენ რო თამაშობდით ხოლმე. ძალიან უყვარს ჩემს სტუმრებს ეს თამაში. ყველა კმაყოფილი მიდის ხოლმე, მეც მიყვარს. ანუ მე განახებ სიმღერას, განახებ შენ, ვანახებ ბენდს, მაყურებელს და შენ უნდა ამიხსნა მინიშნებებით. მიდი. სწორად მიჭირავს? ოპა. სწორად მიჭირავს? კი. ხედავთ ყველა? ავდგე თუ უნდა ვიჯდე? ადექი დაწექი, რა ვიცი, რაც გინდა. თუ გინდა გაიხადე, ოღონდ ამიხსენი. აგიხსნი ხო? თეთრი? კი. ჩიტი. არა, უფრო დიდი? ტრედი. უფრო დიდი? დაფრინავს? ხო, დაფრინავს, ცურავს, უხარ. გედი. ხო? თავს მოიკლავს თეთრი. თავს მოიკლავს თეთრი გედი. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა წავიდა. პირიქით. უყურები? არა, ეხლა შენ მანახებ ამას, შენ არ უყურებ, ამოატრიალე. ანახებ ყველას შესაბამისად. კარგი. მეჭიროს? ხო, ანუ ხო დავაფიქსირეთ, ხო? გეჭიროს. ჭიროს. ვიცი საიდან არის. პირველი სიტყვა როგორ აღხსნა? გახარებული? ცვიოდა. წვიმა? წვიმად გადავიქეცი? აბა. თავზე თეთრი წვიმა მაწვი. რა? თეთრი ციდან და მასკულები ცვიოდა, ეგა, აბა. წვიმა? ციდან? მაბედნიერებს. რა არის ეგა? წვიმა ციდან რა? რამდენი სიმღერა იცი წვიმაზე? ჩემი სიმღერა ვიცი მაგალითად. წვიმა მოდის, ეს ვიცი. რა? ვინ? გოგო? წვიმამ გოგო დამისველა. აბა. Let's
გოგო ის არა ის არა სხვა გოგო შეყვარებული ხიდან ხო წვიმა ხო მერე შეყვარებული რა შვეშია გოგო მოდი ეგ გამოდით ერი ვერ გავიგე რა შესაძლოა რამდენი სიმღერა ვიცი წვიმაზე რა ვიცი წვიმაზე წვიმს თელი ღამე წვიმს გული წვიმამ გამისველა მოიცა ერთ წუთი რა შედის წვიმა ხო შედის გოგო შედის ოღონდ ის არა მომღერალი მერე ვინ არის ის მომღერალი გოგო მაგდა მერე მერე მაგდა არა რა მაგდა არა სხვა სახელი მერე წვიმა ჟუჟუნა და ეხლა რა ეხლა ავდგეთ დავუყრათ თხოვოთ ბენდს ერთი ანდაზების დუეტი მივცე მოიცა ეხლა სწორად გავიგე მე რომ ბენდი დაუკრავს და მე ანდაზები უნდა წავიკითხო არ წაიკითხო შეგიძლია რეჩიტატივი თქვა შეგიძლია ფრისტაილი ძმაო შეგიძლია წაიმღერო შეგიძლია წაიკითხო კაცი დაფასდა 10,000 ზრდილობა თუ კაცი კაცა და რვარ გარადგინდა გვარი შვილობა რადგინდა გვარი შვილობა რადგინდა რადგინდა რა ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ყავდეს ძაღლი ფხილი ან თვითონ უნდა ფხილობდეს ან მისი დედა მთილი აბა მითხარ რა თხარ ესე კარგი კარის მეზობელო ცოცხლოსო სადაც არის დიდი ღომი იქანაა ჩემი ომი რაკეტანა და შენამდე ბეწვის ხიდი გამივია გიყვარავარ თუ არ გიყვარვარ ვერაფერი გამიგია ელაპარაკე რეგვენსაო ურახუნე კედელსაო ერთმა წუწკმა ღორმა 100 ღორი გასვარაო ექცერცვის შეაყარეთ ერთ ადგილას ბებია თქვენსო კედელმა თქვა აჰა კედელმა თქვა ძალსასცემდნენ ძალსასმენდნენ ბავშთა კითხეს რაც სტირიო გამდის და მიტოვტირიო
შემომხვთაღობის ბოლოსა თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსაო თოფი მეთოფეს და მეთოფეს სოფელს თოფი მეთოფეს და მეთოფეს და სოფელსა თოფი მეთოფეს და სოფელსა თოფიო თოფი მეთოფეს სოფელსა თოფიო თოფი მეთოფეს თოფი მეთოფეს და თოფი მეთოფეს თოფი მეთოფეს თოფი მეთოფეს და მეთოფეს სოფელ მეთოფეს სოფელ ახლა მაგდა თვალებით მანიშნებს რომ გიტარით რატო დაბრუნდა ეთერშიო ზუმბაო ხო და რისი თქვა მინდა მოიმზადე რა მოემზადე ეხა სასწაული მოხდება ესე იგი მე მინდა რომ ზუმბა მოყვეს როგორ დაიწყო მისი და ბლუზის სიყვარულის ისტორია მე პირადად ინგლისური სკოლაში არ მისწავლია და არც ზუმბალენდის მაშინდელი შემადგენლობის არც ერთ წევრს ხო და მოდი ცოდვა გამხელილის ჯობიაო და პირველ გასტროლებზე როცა წავედით ხმელთაშუა ზღვაზე ჩვენი კომპოზიციების და სიმღერების გარდა წავიღეთ ინგლისურენოვანი პროგრამაც ოღონდ გაგებაში არა ვართ რას ვღერი ვართ ხო და რაც კარგად ვიცით ის სიტყვები რაც აი baby on the street და რაღაცეები რაც ვიცით ამას ვამბობთ აი სრული გამოთქმით და სიხარულით და მიკროფონთან ახლოს და რაც არ ვიცით და ეჭვი გვეპარება რომ არასწორია თან მით უმეტეს როცა ინგლისურენოვანი პუბლიკა გვისმენს ცოტა თავს ისე გავწევთ ხოლმე მიკროფონისგან ოღონდ ემოცია გახსოვს თავში რითაც დავიწყეთ გადაცემა იგივეა ზუსტად ემოცია მღერის ემოცია უკრავს ოღონდ ტექსტი სრული სირობაა იმიტომ რომ ენა არ ვიცით ხო და მოკლედ პირველ გასტროლებზე ვართ ჯგუფის პირველი შემადგენლობა ანტალიაში მოვხვდით ეს არის 94-15 წელი და არა მატყუებ არ გატყუებ 16 არ არის არა შეიძლება აი 4-ში და 5-ში გატყუებდე რა და 16-ში არა ხო და ბიჭო იქ გავიცანით ძალიან კარგი ადამიანები ბევრი მეგობარი გავიჩინეთ და ერთ-ერთი ოჯახი რომელთანაც დღემდე მეგობრობ შენი ეთერით მინდა მათაც მიუძღვნა ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს ისტორია ერთად გადავხვდა. მეც მივესალმები. ყველას ვისაც ზუმბა გულისხმობს ახლა, მოგესალმები. არა, ვიტყვი კიდევაც. ესენი არიან ჯიმი დუბლინიდან და მისი მეუღლე სუზანა. გადავწყვიტეთ, რომ ამ ჩვენს მასპინძლებს, ახალგაცნობილ ძმაკაცებს მიუძღვნათ ერთი კარგი სიმღერა. თან უკვე მათთან გავშინაურდით ერთი თვეა ერთად ცხოვრობთ, წარმოიდგინე ყოველდღე ინგლისურად საუბრობთ რაღაცა და უკვე ჟარგონული გონია ვიცით, უკვე რაღაცა აზზე ვართ უკვე რაღაცეების და უკვე თავში აგვივარდა და ტექსტის წერა დავიწყეთ, ბიჭო. ვსივართ ერთი ორი დღე ვწერთ რა ვინც რა სიტყვები ვიცით. პაატა ბერიკიშვილი თუ მისმენს და ირაკლი ხუციშვილი მათ გასაგონად ვამბობ. გამხელ და ჩემთანაც ვამხელ. ძალიან კარგია, სიხარულია. Hi brother, Jim. We are talking about our history before where we did the text of our lyric as Jim, it's Otar Tatishvili's show. Yeah. Bro, I am talking about this. Yes. In my show. In Otar show, yes. Yeah. Khoda დავჯექით ბიჭო და ნუ დავიწყეთ ახლა წერა hey you baby რა თქმა უნდა hey you baby და იყოს და მაშინ ბლუზიც ახალი ჯაზისკენ ჯერ არ ვართ წასულები და ბლუზი შაფლ ბლუზია შემოსული ჩვენთან აი ეს გავიგე თუ არა მაგარია ეს ორი ნოტი როა და ეს ესე გვიხარია რა აი ესე გვიხარია ესე გვიხარია და დავიწყეთ hey you baby აი ხა რა უნდა გააგრძელო მე ხო ნუ რაღაცა give me just one kiss ერთმა თქვა დავწერეთ აუნ ქართული ასოებით ვწერთ რა თქვა უნდა და hey you baby give me just one kiss baby გაგვეხარდა ხო შემდეგი რა ვქნათ შემდეგ hey you baby ირაკლიმ დაახეთქა show me your love okay დავწეროთ show me your love show me your love მივეცით ესეც ვაჰ
თან ლუცვამთ. თან ველოდებით რომ ეს ცოლ-ქმარი არ არიან სახში ჯერ და გვინდა რომ მოვასწროთ რომ მე დავისვათ საღამოს. გინდათ რომ დაახვედროთ. დავახვედროთ ეს და ვიკისროთ პატარა რაღაცა ხინკალი მოვხარშეთ იქა, იქ ლუდი მოვიტანთ, ეს ქართულ პონჩი და კაი ბლუზით უმღეროთ რა, ეს მოგამი გვაქვს და ხინკალს უხდება ბლუზი. უხდება. და წავიდა ეხა და ირაკლი აშვებით ეხა როგორ დავწერ ბლუზი ხო იცი რა არისო ყოფით ცხოვრებას ასახავსო და მოდი არ გვინდა ეს ლირიკა და ლექსები და ის გასაგებიაო თემატური მელოდიკა და ისო მაგრამ მაინც მოდი თქვა თორიქ სიტყვებიო რომ we are sitting and drinking and thinking about this fucking nice life და დავწეროთ მეთქი დავწერეთ ხო და ასე მივედით ეხა მის სამღერია გასაკეთებელი რა მის სამღერამდე მივედით და ну წავიდა აბა მეთქი რაც დავწერეთ იგივე ვიმღეროთ მეთქი აბა წავიდა hey you baby give me just kiss hey you baby show me your love hey you baby გავეჭედეთ და უცბად რა ვთქვათ ეხლა რა ვთქვათ რომ რატომ არ მოხვედი შენო გუშინ ჩემთან საღამოს ეს ვთქვათ როგორ ვთქვათ თქო ეხლა და როგორ ვთქვათ და ეს კი ვთქვათ მაგრამ ეს ვთქვათ და როგორ ვთქვათო და როგორ და why didn't you come last night პირდაპირ რა მე და აი ვთქვათ დაწერეთ ეხლა უთხრათ უკვე რას ნიშნავს ეს ხო და ეს come თურმე უნდა დაგვეწერა came ხო თუ რაღაცა როგორც არის და why you didn't came last night და ჩვენ დავწერეთ why didn't you come თან გზნობით და გონია რომ რატომ არ მოხვედი და თურმე რატომ არ გაათავეს ვამბობთ რა ორგაზმი რატო არ გქონდაო რა და მოვიდნენ ახლა ესენი სახში ჩემი სიცოცხლეები ბატონი ჯიმი და მისი მეუღლე სუზანა good evening bro Jim hi guys okay რა ვქნათ we did Georgian რაღაცა food რაღაცა ხინკალი ისა მეთქი very nice guys beer რაღაცა whisky ამბავი დავჯექით beer whisky-ის გარეშე არ შეიძლება არა ეს ქართული ზახოდია ხო და I say surprise we have one surprise for you guys which one one song special for you blues one blues Zumba blues oh yeah da okay it's nice guys Suzana რა გენაცვალე შენა მიდი დაიწყეთო მიდიო დავიწყეთ თან ტივის უყურებ ლუცვამს რა მივედით მის სამღერამდე hey you baby why you didn't you come last night რო უთხარით და გავუვარდეს what's the fucking shit man მეთქი ვერ მივხვდით რატო გვაგინებს ეს კაცი რა უნდა დავიდეთ ახლა მიმღეროთ Hey you baby give me just one more kiss Hey you baby show me your heart Hey you baby why didn't you come last night Hey you baby give me one kiss Hey you baby show me your love Hey you baby why didn't you come last night I'm sitting and drinking and thinking about this fucking nice life Hey you baby, show me your love. Hey you baby, give me one kiss. Hey you baby, show me one love. Hey you baby, give me one kiss. Hey you baby, give me one kiss. Hey you baby show me your love Hey you
Hey,